Ani, მოგესალმები. ოღონდ როგორ არის? ჩვენ გავაკეთეთ ახალი იურიდიული სამსახური, რომელიც დაკომპლექტდა ძალიან კარგი გოგო ბიჭებით, ახალგაზრდებით. ჩემი ყოველთვის სურვილი იყო, რომ სადაც მიმუშავია უმუშაოდი, უფროსი არასდროს არ მყოლია. უბრალოდ მყავდა იყო რომ 7000 თანამშრომელი მყოლია, მაგრამ ყველასთან ვიყავი როგორ იცი მეგობრულად. ზოგი თავისი წავიდა, ზოგი მეგავშვი, მაგრამ ჩემით მაინც ყველა კმაყოფილია, იმიტომ რომ ჩემი გზა ვინც გაიარა, არიფი არცეთი არ არის. იმიტომ რომ იმათთან ნახეს ბევრი რამე ვასწავლე. რაც შეეხება ძალიან ცუდია რომ სადაც მოვხვდი ხო აგიხსენით, მაგრამ იქაც ადამიანები არიან, თქვენ იურისტები ხართ, ახალგაზრდები ხართ და ძალიან ბევრჯერ გექნებათ შესახვედრი პატიმრებთან, მაგრამ პატიმრები ცუდი ხალხი არ არის. იქ არის 80-90% мама, ვიღაცის შვილი და ამიტომ ყველას სჭირდება დახმარება და დარწმუნებული ვარ თქვენ ყველას მაქსიმუმ რაც შეიძლება დაეხმარებით. მე მოვხვდი და ამაზე ჩვენ მე ვისაუბრებთ. 6 წლის განმავლობაში ვიფიქრე რა გამეკეთებია ციხეში, როგორია ახლა ციხეში ერთ ადგილზე წოლა. ამიტომ გავაკეთე ისეთი რამ, რომ რაც ჩემს ისტორიას, ჩემს გვარს, ჩემს ოჯახს დარჩებოდა და მინდა ჩვენ ამ წუთას ესმე დაგათვალიერებია. აი უყურეთ. აი მოგზანდით, აი შეხედე, აი ეს თქვათ ნამუშევარი. არის მე არ ვიცი ახლა ეს ერთ მარტო რო გააკეთო, ვინც იცის ახლა ხო? აი ამის ხარისხი. აი უყურე, ვინც იცის ახლა ეს რა დონეზეა შესრულებული, ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო. მერე ნერვები, რომ ეს ადამიანმა გააკეთოს. ამის გაკეთებისთვის ხელი ჩვენ შეგვიწყეს ციხის ადმინისტრაციამ და მე ბევრჯერ მადლობა გადავუხადე, რომ ამის საშუალებას რომ გაძლევენ, რომ ეს გააკეთო. აი როგორია? საოცარი ნამუშევრებია და ვთვლი, რომ ნაყოფიერად გამოიყენეთ ის პერიოდი, რაც სამწუხაროდ ციხეში გაატარეთ. აი წარმოიდგენდი რომ ახლა ამას პატიმარი გააკეთებდა, როცა არაფერი ინსტრუმენტი არ აქვს. ეს არის ელემენტარული რაღაცით გაკეთებული. აი აქითაც აი ეს ჩვენ ვანახეთ. უყურე? ანი, დედა ეს შენ მოგიძღვნა ციხიდან. გელა ბარკალაია 39092020. და ეს არ ვიცი მე მაშინ ვანახეთ ხო? აი, შეხედეთ რა გაკეთებული. აქედან მოდი. შეხედე რა გაკეთებული. აი წარმოიდგინე, ეს არის პატიმრის გაკეთებული, რომელსაც ქონდა 10 თუ 15 წელი მიჯილი. აი აქ რასაც ხედავ, ანი ყველაფერი არის ძვირფასი. ერთი ახლოდან აჩვენეს, იმიტომ რომ დამირეკეს ბიჭება და მითხეს კარგად ვერ ვნახეთო და აი ახლოდან რომ დაანახო ეს ყველაფერი. აი ამის გაკეთებას, აი ნებისმიერი რამე რო აიღოთ, აი წარმოიდგინეთ თქვენ რამდენი დრო ჭირდება. ახლა ამის გამკეთებელი ადამიანი უჭკო იქნება? ამის გამკეთებელი ადამიანი ციხეში შემთხვევით მოხვდა, ხო? და ციხეში ახლა ადამიანები არიან მართლა ჭკვიანები. ამას ხო თავისი ყველაფერს თავისი წესები აქვს. მე ესე მინდა არა. ეს ზუსტად ისია გაკეთებული, როგორც ჭირდება თვითონ ხატის წესები არ უნდა დარღვია. აი წარმოიდგინეთ, აი უბრალოდ ნახე, აი ნებისმიერს ხელი მოვკიდოთ. აი წარმოიდგინე რა ხარისხია. აი შეხედეთ. არხატი, აი ეს ძაფი, ამას ძალიან დიდი დრო უნდა ეს რომ ადამიანმა მოგსოვოს. აი რამ 6 წელი რა მქონდა საქმე, ამას ვაკეთებდით და ახლა მე შენ უნდა გაჩუქო ერთი ისეთი ხატი, თქვათ. ისეთი ხატი უნდა გაჩუქო, რომ შენს ოჯახს დაამშვენებს და ეს იქნება ჩემი საჩუქარი. აი ეს ხატი იქნება თქვენი. გამოფენა როგორც დამთავრდება, ამას წაიღებ და დაკიდებ შენ სახლში სამახსოვროდ ჩემგან.
თქვენგან ისედაც სულ მუდამ დასაჩუქრებული მივდივარ ხოლმე. მადლობა ბატონო გელო. საუკეთესო საჩუქარია ნამდვილად რაც შეიძლებოდა რომ იმეყო. აი მაგას დაახლოებით 10-15 დღე აკეთებდნენ. იმდენი შრომა ჭირდება. ეს ხოიცი მაინც ეს ახლა ხოიცი მაინც ჩემი ავტომობილების ნომრები ეს და აი ამით ვერთობოდი რა. აი ყველას თავისი წარწერა აქვს ამას. მაშინ ვანახეთ აი როდისაა გაკეთებული 20-ში ესეც. მე რა მაინტერესებს იცით? ციხეში ყოფნის პერიოდში გადაწყვიტეთ რომ თქვენი ავტომობილის ნომრები ეს ყოფილიყო თუ მანამდე? არა ეს ნომრები მე დიდი ხანია აღებული მაქვს. როგორც ეს სისტემა შემოვიდა რომ ფასიანი ნომრები, მაშინ კარგი ნომრები რაც შესაძლებელი იყო და მე რომელიც მომწონდა ეს ნომერი მიავიღე. აი ახლა წარმოიდგინე, აი როგორი ნამუშევარია, ხო? აი ნახეთ ნომერი. აი წარმოიდგინეთ Nissan-ის პიკაპი. აი წარმოიდგინე ახლა ეს რო დაამზადოს ადამიანმა, რამდენი რამე ჭირდება, ხო? აი ეს ახლა დაახლოებით ალბათ 1-3-2 თვე მაინც ჭირდება რომ ეს გააკეთო. ეს კიდე ფულის ჩასადები თუ რაღაც რა ვიცი თქვენ ქალები ხმარობთ. აი მსგავსი არის აგერ კიდევ Z უყურეთ ეს ნახე ისა დედა აწერია Z და შეხედე რა დონეზეა გაკეთებული. ეს ყველაფერი მე ვეუბნებოდი. აი ეს გამიკეთე. არა ეს აი ეს ჯვარი თქვათ ხო 10 ჯერ არის მოხსნილი და მიწებებული. იმიტომ რომ ის არ მომეწონა, ესე არ მომეწონა ეს ბარხატის ფერი არ მომეწონა და აროჩი რამდენი ნაწვალებია რა. აი მოდი და გააკეთე ახლა ეს. მიდი შენ თუ მაგარი ბიჭი ხარ, მიდი და ახლა გააკეთე გარეთ. აი შეხედე პროსტო რა უყურე GB ანჩვენე აი შეხედე აი რამწყენს იცი? რამწყენს ერთი რა უბრალოდ. რატო ვართ ქართველები ესეთი ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ახლა ქართველებზე არ ვამბობ, ვამბობ იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან აი შურიანი და ბოღმილი. ერთჯერ რაღაცა ვთქვით რომ ეს ციხეში გაკეთებული არაო ეს ელიავაზი იყიდებაო. ვიღაცა ქალი გამოვიდა. აი ესეთი გაბრაზებული ვარ იმ ქალზე, აი უსინდისო და უნამუსო, ხო? გელაბარკალაია წავიდოთ ახლა და ელიავაზი იყიდიდა რაღაცებს და მოიტანდა აქ და გამოფენას გააკეთებდა. ეს ყველა პატიმარმა იცის სათითაოდ რომელმა პატიმარმა რომელი გააკეთა ეს იცია. აი რატო არ უმართლებს ადამიანს? შურიან ადამიანს არასდროს არ გაუმართლებს ეს იცოდე. ბატონო გელა საპირწონედ ძალიან კარგი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც დიდ პატივს გცემენ, ყოველდღიურ რეჟიმში გიყურებენ და თქვენ შეგვიძლია ყურადღება ზუსტად ასეთ ადამიანებზე მიუღოთ. რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფასოს, უბრალოდ მე იმ ადამიანებზე ვამბობ, რომ შურიანი ადამიანი არ უნდა იყო. ადამიანს ყოველთვის უნდა უსურო, აი დაიწყე ხო ახლა სამსახური, უნდა გნახოს, რომ გნახავს, აუ რა კარგია, უნდა გითხრას, დაბოღმილი კი არ უნდა იყოს, რომ კარგი სამსახური იშოვე, დაიწყე, მუშაობ, ან მე მანქანა ვიყიდე, ან რაღაცას მივახციე, ხო? კარგი თქვით, ხო? აი ღმერთმა ენა რატო გააჩინა და კბილები? ეს ენა კბილები დააჭირე, ხო? და თუ იტყვი, კარგი თქვი. აი იმ ცულს რო იტყვი, ხო? აი დაჩქარებული წესით მოდის ეს ჩემთანაც და ნებისმიერთან, ხო და მგონია რომ მსგავსი ადამიანები უბრალოდ ვერ იაზრებენ რომ ხელა ზიანი შეიძლება მიაყენონ მეორე მხარეს, რამდენად შეიძლება მეორე მხარისთვის ანი არ არის კულტურა. კულტურა არის აქ და განათლება, მედი არაფერი. არა კულტურა, არა განათლება. და რაღაცა უნდა თქვას და რაღაცა უნდა წეროს და ვიღაცას გულს ადგენს. გასაგებია ახლა მაგათ მინუსმენს, მაგრამ მაინც ქართველი ხარ და სირცხვილია, ხო? ვიღაცის შვილი ხარ, ვიღაცის დედა ხარ, ხო? და შენი თავის არ ცხვენია? აი ყურეთ რა დონეზეა გაკეთებული, წარმოიდგინე. აჩვენე ახლოდან, აი მიდი ახლა და გააკეთეს როგორი გასაკეთებელია, ხო? აი ეს აჩვენე. აი ეს ნახეთ. აი ყველა ეს ვინც ეს არის ჩემი მეგობარი დაუძმაკაცით ეს ვინც გააკეთა ძალიან კარგი ბიჭი ნახე პირველი ეს რა გაგიკეთო მომით რა
ახალგაზრდა ბიჭი, კარგი ბიჭი და დღესაც ძმაკაცობთ. როგორე? აი ამას ახლა კაცი რო გააკეთებს, ის ციხეში უნდა იჯდეს? თუ რაღაც არ არის ისეთი დანაშაული, მას რაღაცა უნდა შეუმსუბუქო, ხო? აი ამას ადამიანი რომელიც აკეთებს, რაღაც ჭკუა აქვს და ტვინი აქვს. მაგ ისე დანაშაულს არ ჩაიდენს. როგორე? 25 08 გელა ბარკალაია. მიძღვნილია ჩემს დედიკოს ციხე. აი ეს ყველაფერს ამას თავისი სახელი და გვარი აქვს. აი წარმოიდგინე ერთი აბაშელი ბიჭი იჯდა ციხეში. და ცხოვრებაში რო არასდროს არ უმუშავნია და არაფრის მაქნის რო არ არის და არაფერი რო არასდროს არ გაუკეთებია, რაღაცა ქურდობაზე მოხდა თურქეთის ციხეში. და თურქეთის ციხეში იჯდა კაცი, რომელიც ამას აკეთებდა. და მითხრაო, რომ ეს მომიქსოვეო, თორე გაგლახაო. მეჭხუბებოდაო, სულო, მომიქსოვე და მე რამდენი წელი ვიჯექიო და მე თვითონ ვისწავლიო მთელ ციხეში. აი წარმოიდგინე მე-12 და მე-16 ერთად არის ძალიან დიდი ციხეა და ბევრი პატიმრები არიან. ერთი ბიჭი აკეთებდა აბაშელი ამას, რომელიც იჯდა თურქეთის ციხეში და იქ უსწავლია. აი წარმოიდგინე რა გაკეთებულია. ხო? აი შეხედე რა გაკეთებულია. უბრალოდ ყველაფერი დიზაინი ჩემი გაკეთებულია. აი ნებისმიერი ახლა ეს ახლოდან ანახიეთი. აი შეხედე, აი წარმოიდგინე, მივიდეს აბა ახლა და გააკეთოს იმ გარეთ. აი შეხედე. არის რა დონეზეა. მაგრამ ამის ფასი შავებმა იციან. შავებმა ოფრებენ და აი შავები ატარებენ მსგავს რაღაცებს. აი შეხედე რა დონის ჭადრაკია. ყველაზე მაგარი არის ვინც ეს გამიკეთა და მე დიდი მადლობა მინდა გადავხადო ეს გორელი ბიჭი არის, გამოვიდა ისიც ციხიდან, წარმოიდგინე აი რა გაკეთებულია რა. აი რა გააკეთა შენ წარმოიდგინე. გააკეთეს არ მომეწონა დავაშლებიე, უყურე გელა ვარკალაია 20 ციხე 12 20. მე ეს ზაფები გავაკეთებიე და ეს არის ჩემთვის ყველაზე მაგარი სუვენირი დღეს ჩემს გამოფენაზე. დედის ქუჩა. მოდი ახლა ვნახოთ ეს აქ რა ხდება უკან ნელა. აი ეს ნარდები ხო ახლოდან აჩვენე კეთი. აჩვენე ეს ნარდები. ეს არის ყველა დღეს ანტიკვარი. და მე ვთქვი წინა გადაცემაზე რომ იმ ქალბატონზე მაგარი გაფრაზებული ვარ და ვთქვი რომ ერთი მეთქი მოიტანე. აი ერთი ცალი მსგავსი მომიტანოს. საქართველოს ციხეში, საქართველოს ისტორიაში მსგავსი ნარდი არასდროს არ გაკეთებულა. გაკეთებულა ძალიან ბევრი, მაგრამ მსგავს ვერ ნახავ, აი მეორეს ესეც ვერ ნახავ. აბა ბეშოთხი აბა ისროლე აი თამაში არ ვიციო და შეხედე შაშისე როგორე რისი თქმა მინდა აი რას გიყვები და შენს კოლეგებს აქ ჩვენი თანამშრომლები ვინც არიან ყველას უნდა მოუყვე კიდევ სათბირი გვექნება 8 მარტს უფრა გვექნება მე კიდევ ერთ დღეს მოგიყვებით რომ როცა პატიმრებს შეხვდებით ჩემი თხოვნაა მეგობრული რომ ყველას უნდა მიუდგე და დაეხმარო მეგობრულად არის ადამიანი არა აქვს საშუალება თქვათ და შენ რო ეთქვი რომ ამდენი ფული გადამიხადე არა რა უნდა გადაგიხადოს და რა უნდა ხმას ამიტომ რისის შესაძლებლობა გაქვს მაქსიმუმ უნდა გაუკეთო ყველაფერი ეს არის უბრალოდ შენ თავთან რო იყო მართალი ცხოვრებაში ვის როდის რა დაემართება არავინ არის ის პატიმარიც ადამიანია და ციხეში ისეთი ბიჭები ზიან რომ აი ვერ წარმოიდგინე ძალიან დიდი თანამდებობის პირებიც რომ ვერასდროს ვერ წარმოიდგენდნენ რომ ციხეში მოხდებოდნენ მოდი ჩვენ დღევანდელი დღე მიუძღვენით ამას ანის მინდოდა რომ დაეთვალიერებია ჩვენი პატიმრების გაკეთებული ნივთები მე ამდენი ვიცვალე რომ ეს გამეკეთებია წარმოიდგინე ხო აჩუქეთ გუშინ წინ კიდევ ჩუქნით ხო სტუმრები ვინც მოდიან
უბრალოდ ეს იმდენად დახვეწილი გაკეთებულია, იმდენად გემოვნებიანი გაკეთებულია, მე არ ვიცი, აი ნებისმიერი. მოდი კეთი, აი შენ წარმოიდგინე. აი უყურეთ, ყველაფერს აქ უყურეთ გებე. აი უყურეთ. აი უყურე. აი შეხედე. აი წარმოიდგინე. ეს არის რაღაცა ციხური ხო იცი რაღაცა და აი შეხედე. აი რა ხარისხია წარმოიდგინე. აი ახლა მითხარი, თუ მსგავსი, მეორეს მსგავს ვერ ნახავ. არ მინახავს ვადასტურებ. აი უყურე როგორ არის. ეს არის ოჯახში ადამიანისთვის ვინც არ უნდა იყოს დედამიწის ზურგზე ადამიანი. რო დაიბადება, ყველა ფიქრობს იქ ხო არ მოხდებიო. ცოლის ქალიც და კაციც. და ყოველ დღე ახლაც მეკითხებიან რა ხდება იქ, რა ამბავია იქ. ნათქვამია ხო იცი ჩვენი წინაპრები ამბობდნენ რომ ერთი აგური ყველას აქვს იქ. ამიტომ ციხის პატიმარს ყველა უნდა დაეხმარო თქვენ ვალდებული ხართ, მე ვალდებული ვარ და ახლა მე არ მინდა მე ვინმე რო თქვას რომ ტრაბახობს არასდროს რა მაქვს მე სატრაბახო ყველაფერი მაგ რაც მჭირდება ხო? მე მინდა თქვენთან ურთიერთობა ახალგაზრდებთან და კარგი ცხოვრება და ვიყოთ მეგობრები ხო და საქმე ვაკეთოთ. სატრაბახო რა მაქვს? მე დღესაც ყოველთვიურად 20-30-40 პატიმარს ხელს უწყობ. ვინ ზის და გამოსულები ჩემთან ბევრი მუშაობს, შენ თვითონ ხო ნახე. რამდენი პატიმარი მუშაობს ჩემთან ახლა. დავასაქმე. პატიმარი უნდა დაასაქმო. პატიმარი რომელიც ციხიდან გამოდის აქ არც მოიპარავს, არც ცუც არ გააკეთებს. მე ახლა რომელიმე პატიმარმა რამე პრობლემა აქვს რომ შექმნას, ციხეში რო შევიდეს, მე პასუხს მოთხოვენი სხვა სახელმწიფოა. ის ციხე არის ცალკე სახელმწიფო. რწყილივით უნდა იყოს აქ, რომ რამე არ დააშავოს. შეიძლება გარეთ რამე დააშავოს ადამიანმა, შევიდეს, მაგრამ აქ მე შენ პატიმარი იყავი, მოგიყვანი და გასაქმე, ფულს გიხდი და ახაც შე რო პრობლემა შექმნა, მე იქ პრობლემა შეექმნება და არასდროს ცუც არ გააკეთებს. ამიტომ მე მინდა ყველას ვთხოვო, ყველა კომპანიის ხელმძღვანელებს, რომ პატიმრებს რამენაირად ხელი შეუწყოთ. მე გეთანხმებით ბატონო კელა იმ ასპექტში, რომ აუცილებელია ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია, ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ უნდა ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, მიუხედავად იმისა, დაუშვეს თუ არა რაიმე შეცდომა წარსულში. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ყველამ ჩვენ მე ვცდილობ რომ კიდე გავაფართოვო ჩემი კომპანიები და დავასაქმო ყოფილი ისა პატიმრები, რომლებიც ციხიდან გამოდიან და მათი ოჯახის წევრებიც. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ინიციატივა. მოდი კიდე ერთი ნარდი მინდა გაჩვენო, შეხედე? ახლო ნაჩვენე? აი რა ფორმა, ეს ციხურია, ხო იცი მაინც? იმიტომ აქ ამას ფასი, შეუფასებელია ეს. შეხედე? იქ სხვა ფერია. აი ამას შეხედე? ესეც ვაფშე სხვა ფერია. წარმოიდგინე რამდენი ნაწვალებია, შეხედე? შეხედე? ძალიან ბევრი ნაწვალებია. გისურვებთ წარმატებას, ანი, დიდ მადლობას გიხდი, შენ ხარ ჩამოყალიბებული იურისტი, კარგი გოგო და კარგი მეგრელი. გისურვებთ წარმატებას.